არსებობს ასეთი ტერმინი სექსუალური კონსტიტუცია. სექსუალური კონსტიტუცია ეს არის ადამიანის ლიბიდოს ინდივიდუალური მონაცემები. ანუ შეიძლება იყოს ძლიერი სექსუალური კონსტიტუცია, როცა ადამიანს აქვს სექსუალური მოთხოვნილება ყოველ დღეში რამდენჯერმე. არის საშუალო სექსუალური კონსტიტუცია, როცა უნდა კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ კვირაში სამჯერ და არის სუსტი სექსუალური კონსტიტუცია, როცა უნდა, დღეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ. არც ერთი ანომალიად არ ითვლება. ეს არის ინდივიდუალური სექსუალური მოთხოვნა. თავარი არის, რომ სექსუალური კონტაქტის ხარისხი იყოს ნორმალური. ანუ იყოს სრული მდგრადი ერექცია და იყოს მიღებული ორგაზმი, იმიტომ რომ არსებობს ანორგაზმია, წაშლილი ორგაზმი, მტკივნეული ორგაზმი და ეკულაცია დროული, ანუ არა ნაადრევი, ან ადრეული, არსებობს ადრეული ეკულაცია და არსებობს ნაადრევი ეკულაცია. ანუ ადრეული ნიშნავს ეკულაციას, რომელიც ვითარდება სექსუალური კონტაქტის დაწყებამდე და არის ნაადრევი ეკულაცია, რომელიც ვითარდება, უფრო ადრე, ძალიან სწრაფად. ანუ არის საშუალო, ასე ვთქვათ, ნორმა, სექსუალური კონტაქტი, რომელიც გრძელდება 3 წუთიდან და ზემოთ იქნება ნორმად, იმის ქვემოთ უკვე ესე იგი ნიშნავს გარკვეულ სამედიცინო პრობლემებთან გვაქვს საქმე. ანუ 3 წუთიდან და ზემოთ. ეს საერთაშორისო სექსოლოგიური ასოციაციის მიღებული ნორმატივი არის.